ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარის ღირებულება 1 ლარსა და 82 თეთრს გადასცა. ბოლო ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 3,2%-ით გაუფასურდა. შარშან წლის ბოლოს ლარის კურსის ვარდნა ასევე დაფიქსირდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს კურსის ვარდნის პროცესი 1,79 მეასედის მიდამოებში შეაჩერა. შარშან ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკის დაბალი ტემპი და წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ერთბაშად ხარჯვა დასახელდა. ოფიციალური ვერსია რამ გამოიწვია წლევანდელი ვარდნა უცნობია. ეროვნულ ბანკს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტების თქმით კი დღევანდელი კურსი ყველაზე მაღალია 2010 წლის შემდეგ, როდესაც 1 დოლარის ღირებულებამ 1 ლარსა და 88 თეთრს გადააჭარბა. საუბარი იმაზე, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ სეზონურობით არის განსაზღვრული, ცოტა არასწორია, არაადეკვატურია. მე მაინც მგონია, რომ პროცესი გამოწვეულია არასწორად დაგეგმილი და არასწორად განხორციელებული საბიუჯეტო პროცესით. მიმოქცევაში ჭარბი ფულის გაშვება ბუნებრივად იწვევს მოთხოვნის ზრდას დოლარზე და შესაბამისად ლარის გაუფასურებას. მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლების შტუებს ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ეყოფათ კომპეტენცია, რათა ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნას მაქსიმალურად შემჭიდროებული დანაკარგებით ლარის კურსის დაჭერა ერთის მხრივ და იმ მოსალოდნელი ინფლაციის მოთოკვა,